შეარსებული ვითარება არ აკმაყოფილებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის არც ერთ კრიტერიუმს. ევროპელი დეპუტატების მორიგი კრიტიკული ანგარიში საქართველოზე. რასა იუკნევიჩიანეს ავტორობით მომზადებული დოკუმენტი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა 53 მომხრით 14-ის წინააღმდეგ მიიღო. დემოკრატიული უკუსვლა, რეპრესიები ოპონენტების წინააღმდეგ, ტრული რიტორიკა, დეზინფორმაცია და მუქარა. ევროპელი დეპუტატები ანგარიში აღნიშნავენ, რომ საქართველომ როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ რეგრესი განიცადა. ევროპარლამენტი ასევე გმობს ტელევიზიების, იმედისა და პოსტივის მიერ ევროკავშირის წინააღმდეგ სისტემურ დეზინფორმაციასა და იწონებს ბრიტანეთის გადაწყვეტილებას ორი მაუწყებლისთვის ფინანსური სანქციების დაწესების შესახებ. ანგარიში ხაზგასმულია ევროკომისიის გადაწყვეტილება შეუჩერდეთ უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს და აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობამ შეიძლება უვიზო მიმოსვლის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის გამოიწვიოს. სურს მადლობა გადავუხადო ყველა მომხსენებელს ამ დოკუმენტის მომზადებისას გამოჩენილი არაჩვეულებრივი ერთსულოვნებისთვის. როგორც ჩანს, საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაერწმუნებინა ხალხი პოლიტიკური ჯგუფები, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პროევროპული პოლიტიკური ჯგუფები იმაში, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება არ აკმაყოფილებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის არც ერთ კრიტერიუმს. დიდი მადლობა კომიტეტს, პოლიტიკური ჯგუფების მრჩეველებსა და ჩვენს ასისტენტებს. მეორეს მხრივ ჩვენ ამ ანგარიშს ვიღებთ ერევანში გამართული სპეციალური ფორუმის წინაშე. დიახ, არ შემცდარვარ ერევანში მიუხედავად იმისა, რომ კენჭს ვუყრით საქართველოს. ფიქრობ, ნებისმიერი პროევროპელი ქართველი ბედნიერია, რომ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის პერსპექტივა ცოცხალია. თუმცა მესმის საქართველოს იმედგაცრუება იმის გამო, რომ თბილისი ჯერჯერობით ამ პროცესს მიღმა დარჩა. ჯერა საქართველოსა და ქართველი ხალხის ევროპული პერსპექტივის. ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუცია, რომელიც ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩანიშვნას და მმართველი პარტიის მისამართით მიზნობრივი სანქციების დაწესებას ითხოვს, მიუღებელია მმართველი პარტიისთვის. ქართული ოცნების ლიდერები კრიტიკულ გზავნილებს კრიტიკითვე პასუხობენ და თვლიან, რომ ევროპელი დეპუტატი რასა იუკნევიჩიანე საბჭოთა წარსულიდან ამ დრომდე ვერ გამოვიდა. ალბათონი რასა ვერ გათავისუფლდა კონკრეტულად მისი საბჭოთა წარსულისგან. და ისე როგორც მისი კოლეგები ვერ გათავისუფლდნენ საბჭოთა წარსულისგან. ეს არის წარსულისგან, ეს არის საბჭოური ტიპის დეზინფორმაცია. ხედავთ, რომ საერთო ფონი არის ძალიან დამძიმებული ევროპაში, ევროპულ ბიუროკრატიაში და ასეთ ფონზე ისინი პირდაპირ ესმიან თავისუფალ მედიას, ისინი ავრცელებენ საბჭოური სტილის დეზინფორმაციას. ისინი ვერ ახერხებენ ამ ქვეყანაში იმ ხელისუფლების მოყვანას, რაც მათი გაგებით არის მათ ინტერესებთან შესაბამისობაში. ამიტომ დაწყებული აქვს აი ეს ასე ვთქვათ კამპანია საქართველოს წინააღმდეგ და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, არანაირ ფაქტ. მაქსიმალურად ცდილობენ, რომ თავიანთ მიერვე შექმნილი პრობლემები, აი ეს პრობლემები მუდმივად ასე ვთქვათ საქართველოს გარშემო ატრიალონ. ექნება თუ არა შედეგი ევროპარლამენტში მიღებულ მორიგ რეზოლუციას და შესაძლოა თუ არა, რომ ვიზა ლიბერალიზაციასაც საფრთხე შეექმნას. ოპოზიციური პარტიები თვლიან, რომ ქართულმა ოცნებამ საქართველოს ცივილიზებული სამყაროსგან სრულ იზოლაციაში მოაქცია. მმართველი პარტიის ოპონენტების თქმით, ევროპარლამენტის მიერ მიღებული კრიტიკული ანგარიშის შემდეგ დიდი ალბათობით ევროსაბჭო ქართული ოცნების წარმომადგენლების, გახმაურებული საქმეების, პროკურორებისა და მოსამართლეების დასანქცირებას დაიწყებს. ზინა ივანიშვილის რეჟიმი დღეს საპირისპირო ნაბიჯებს გასვს იმისა, რა მოლოდინიც აქვს ევროკავშირს. ამ ფონზე ცხადია, რომ ევროპარლამენტში პოლიტიკური დინამიკა არ იცვლება იმ მათ სასარგებლოდ და პირიქით ღრმავდება განცდა, რომ კიდევ უფრო დიდი წნეხი არის საჭირო. სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველა ფერზე, რაც ჩვენ წინ გველოდება, მათ შორის შესაძლო საფრთხეზე უვიზო მიმოსვლის დაკარგვას, რაც შეეხება და ამ საკითხის დღის წესრიგში დაბრუნებას, პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებას. ყოველი გადადგმული ნაბიჯები, რომელიც ქართული ოცნების ბოლო პერიოდში მხრიდან ხედავთ, ემსახურება მხოლოდ იმას, რომ საქართველო მოაქციოს იზოლაციაში და დატოვოს ერთ-ერთზე ოკუპანტთან პირისპირ მეგობრების გარეშე. სწორედ ამას ეხმიანება ჩვენი მეგობრების და სტრატეგიული პარტნიორების რეზოლუციები. ბოლო პერიოდში არ არის ეს მხოლოდ პირველი რეზოლუცია, ის სანქციებიც, რომელიც დაწესდა ოცნების წევრების მიმართ, სწორედ მათი გადადგმული ნაბიჯების შესაბამისად არის დაწესებული. ბუნებრივია, რომ ეს ევროპარლამენტის რეზოლუცია კვლავ კრიტიკულია, იმიტომ რომ არაფერი უკეთესობისკენ ამ პერიოდში არ შეცვლა წინა რეზოლუციის მერე და უარესი ხდება და შესაბამისად ყველა ახალ რეზოლუციაში უკვე ახალი კრიტიკული საკითხები არის წამოჭრელი. ეს რა თქმა უნდა არის დიდწილად რეკომენდაციული, მაგრამ ევროპარლამენტის რეზოლუციების ხასიათი და განწყობები მერე ასახული არის ევროკომისიის და ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებებზე.
ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუცია საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშის გათვალისწინებით მომზადდა. დოკუმენტი, რომელსაც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა, საბოლოო კენჭისყრისთვის ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება. რიგით მეორე ანგარიში კვლავ ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ევროპელი დეპუტატები სრულ სოლიდარობას გამოხატავენ ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც ბრძოლას აგრძელებს ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის.